საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემაა გალაქტიონ ტაბიძის ლექსი მშობლიური ეფემერა, რომელშიც წარმოჩენილია პოეტის ძალიან დიდი გულისტკივილი სამშობლოს ბედის გამო. სამშობლოს მდგომარეობაზე დაფიქრება. ეფემერა ნიშნავს ხანმოკლეს, წარმავალს. ეფემერულიც შესაბამისად ეს არის ხანმოკლე და წარმავალი. გალაქტიონს უყვარდა ეს სიტყვა და ხშირად გვხვდება მის პოეზიაში. ის კი არა ლექსის სახელწოდებადაც, რამდენიმე ლექსის სახელწოდებადაც არის გამოტანილი ეფემერა. მაგალითად მას აქვს ეფემერა, შემდეგ ისევ ეფემერა, საახალწლო ეფემერა და აი ეს ლექსი, რომელსაც ქვია მშობლიური ეფემერა. წუთისოფელი, როგორც ვიცით, წარმავალია, ხანმოკლეა, ეფემერულია. თვითონ წუთისოფელი სიტყვის მნიშვნელობა ამაზე მიგვანიშნებს, რომ წუთში გადის თვალის დახამხამებაში. და როდესაც დავფიქრდებით წუთისოფელზე, რა თქმა უნდა, ბიბლიური სიბრძნე გვახსენდება, ამაოება, ამაოთა და ყოველივე ამაო. და ეფემერა სწორედ აი ამგვარი ამაოების სინონიმად გვესახება. ამ ლექსში კი, როგორც აღნიშნეთ, ქვია მშობლიური ეფემერა. ესე იგი, პოეტი აქ არა ზოგადად წარმავლობაზე მოთქვამს და გოდებს, არამედ კონკრეტულად მას აწუხებს საქართველოს ბედი და ის წარსული, დიდებული წარსული, რომელმაც სწორედ ასე ეფემერულად ჩაიარა. ესე იგი, ეფემერად იქცა ეს ყველაფერი, გაქრა, გაფერმკრთავდა და წაიშალა. წაგიკითხავთ ლექსს, რათა სრულყოფილად შევიგრძნოთ ამ ლექსში წარმოჩენილი დიდი ტკივილი, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი-ორიოდე სტიქონი გავიხსენო სხვა ლექსებიდან, კონკრეტულად ეფემერიდან, სადაც წერს პოეტი, რომელშიც წერს, რომ წვეთის სისხლიც არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის. როგორ გამოთქვამს იმას, რომ ის არის სულით ხორცამდე ქართველი, რომ წვეთის სისხლიც არ არის ჩემში არაქართულიო. საქართველოს ბედზე დაფიქრება იყო თავარი ცენტრალური ბგერა, ასე ვთქვათ, მისი შემოქმედებისა. ხან ზედაპირზე იყო ეს ყოველივე, ხან კიდე შეფარულად წარმოჩენილი. ან კიდე ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებსო. აქაც ჩუქურთმა არის, რა თქმა უნდა, სიმბოლო ქართული კულტურისა, ქართული აზროვნებისა, ქრისტიანული თუ მითოსური აზროვნებისა და სწორედ აი ამ ძლიერ მაგარ ფესვზე არის ამოზდილი გალაქტიონის პოეზია. და მის ლექსებში ხშირად ჩანს, როგორც თვითონვე იტყოდა, სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი. ახლა კი წაგეკითხავთ ლექსს. ვეღარ ცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია, დიდი ხანია, მიუმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს, დიდი ხანია. შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია. ამირანია, მიუმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს, ამირანია. ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია, დაკარგულია, მიუმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს, დაკარგულია. გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი, მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი, ფერების ჭევრი, ირევა ბევრი, ლალების ტევრი, ლალი და შვინდი, ყაზბეგის შუბლი, შემოსეს ღრუბლით, დაცა ალუბლით სავსეა, კმარა. ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ და რეალიდან ზარავდა ზარა, სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად, შეხვედრა ჩუმი, მე შენი მერგო, მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს, გადაეც თერგო. შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია. ამირანია, კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს, ამირანია. მართლაც ერთმანეთს ენაცვლება ლექსში განწყობილებები სასოწარკვეთილებისა და ძალიან პატარა იმედისა. მაგრამ როგორც ვიცით, ის იმ პატარა იმედმაც შეიძლება ძალიან დიდი სასოწარკვეთილება გადასწონოს. იმედი გავს სინათლის სხივს, რომელსაც შეუძლია ბნელი წყუდიადის განათება და მახსენდება, იმედის დაკარგვა არის ყველაზე დიდი უბედურება ადამიანისთვის. ჯოჯოხეთის კარზე, დანტეს
ღვთაებრივ კომედიას თუ გავიხსენეთ, და ჯოჯოხეთის კარზე აწერია, რომ აქ შემოსულმა ყველა იმედი გარეთ დატოვოს. ესე იგი, უიმედობა არის ჯოჯოხეთური მდგომარეობა. და რა თქმა უნდა, პოეტი ამას განიცდის როგორც ჯოჯოხეთს, როდესაც იმედს კარგავს. იმედს, რა თქმა უნდა, სამშობლოს, საქართველოს მომავლისას. პირველივე სტრიქონში იხატება ლირიკული გმირის გაუცხოება საკუთარ სამშობლოსთან. ვეღარ ცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია. დიდი ხანია მიუმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს დიდი ხანია. რატომ ვეღარ ცნობს იგი მშობლიურ ხეებს? თან აქ ასეთ ფორმას იყენებს, დიალექტურ ფორმას ვცნობილობ. ამითი ალბათ მას სურდა მიენიჭებინა უფრო მეტი ინტიმურობა, რაღაც მშობლიურობის განცდა აღეძრა მკითხველში. და ეს გაუცხოება, რა თქმა უნდა, მკითხველსაც ძალიან აოცებს. რატომ შეიძლებოდა გაუცხოებოდა სამშობლოს? ალბათ იმიტომ, რომ პოეტს ახსოვს სამშობლო ღირსეული, ამაყი, დიდებული წარსულისა, ახლა კი ხედავს დაბეჭავებულს, თავისუფლება დაკარგულს. ზამთარს ბილიკი დაუტანია. ეს რა თქმა უნდა ზამთრის მშვენიერი პეიზაჟია დახატული, მაგრამ ლექსში შეიძლება სიმბოლურადაც გავიაზროთ. ზამთარი ეს არის მკვდომის დრო, როდესაც ყველაფერი ჭკნება და შეიძლება ამ ზამთარში პოეტი გულისხმოდეს სწორედ იმ ვითარებას, რომელიც საქართველოშია. თუ კი არა გაქვს მომავლის იმედი, მაშინ შენ განცდა გულში ზამთრისა. ბილიკი კი, რა თქმა უნდა, არის ხსნის გზა და აი ამ ზამთარს, ამ უიმედობას თითქოს ეს ბილიკებიც დაუფარავს და პოეტი ვეღარ ხედავს ხსნის გზას. რა თქმა უნდა, ამ სტრიქონებით პოეტი მისტერის დაკარგულ დამოუკიდებლობას. აი გაუცხოების გზნობა საერთოდ ამგვარი ცნობილია ქართულ ლიტერატურაში. მე მინდა გაგახსენოთ გრიგოლ ორბელიანის პოემა სადღეგრძელო. იქ მთავარი გმირი წარმოთქვამს ქართველ მეფეთა და გმირთა სადღეგრძელოებს და უცებ, როდესაც ფარნავაზის სადღეგრძელოს წარმოთქვამს, გამოჩნდება მეფე ფარნავაზი. ეს ვინ გამოჩნდა, ვისი აჩრდილი, დამწერს ივერსა გაკვირვებითა, ნუ თუ ვეღარა უცნია შვილი მისგან აღზრდილი ტფიალებითა. ესე იგი, ფარნავაზი გაოცებული შესქერის საქართველოს და ვეღარ უცნია საკუთარი შვილი, საკუთარი სამშობლო. რატომ? ფარნავაზმა, როგორც ვიცით, შექმნა ქართული სახელმწიფო, გააერთიანა ქართველური ტომები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფარნავაზის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა, როგორც ლეონტი მროველი მოგვითხრობს. და ამ სადღეგრძელოში კი ჩანს, რომ ის ვეღარ ცნობს თავის შვილს, იმიტომ რომ საქართველოს აღარ აქვს თავისუფლება, საქართველო არ არის დამოუკიდებელი და იბღალება ქართული ერის, ასე ვთქვათ, წარმომჩენი ქართული ანბანი. ეს არის მე-19 საუკუნე, როდესაც სადღეგრძელო დაიწერა და როგორც გახსოვთ, ქართული ენაც ძალიან იბღალებოდა, იდევნებოდა და იყო, ასე ვთქვათ, დაბეჭავებულ მდგომარეობაში. აი ეს ეპიზოდი გაგვახსენდა და კიდევ გვახსენდება მეორე ლექსი თამარ მეფის სახე ბეთანის ეკლესიაში გრიგოლ ორბელიანისა. იქაც გაგახსენებთ პოეტი მიდის ბეთანის ეკლესიაში, იჩოქებს თამარ მეფის მშვენიერი ფრესკის წინ და ევედრება მას საქართველოს დახმარებას. მაგრამ თამარი არ იყურება ლირიკული გმირისკენ, მას თვალები აქვს ზეცისკენ მიპყრობილი და ვეღარ მცნობსო, წერს პოეტი. რატომ ვეღარ მცნობს? იმიტომ რომ მე ვარ გულშემოსვლილი, დამცირებული, ხმამიღებული, ბედდაკარგული ივერიის ძე, ეჭვით ახსილი, უსასოთქმნილი, გულ უიმედო და გაუხარებელი. აი ამდენი ეპითეტი დაახვავა პოეტმა იმისთვის, რომ წარმოეჩინა რა მდგომარეობაში იყო მე-19 საუკუნეში საქართველო და ქართველი და ამას მოაყოლებს ძალიან სასოწარკვეთილებით ახსავსე სტრიქონებს. ვახტურად წახდეს, ვეღარა აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს სახლის იმედით და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმა ყორანმა, ვით უმწე მსხვერპლიო. ასეთივე განცდა ჩვენ გვხვდება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაშიც, თქვათ, შობელი შობილს არას მეტყოდა, როდესაც წერს ილია ჭავჭავაძე. ან კიდევ, როდესაც მგზავრი მოდის მგზავრის წერილებში რუსეთიდან და ფიქრობს, ხომ არ გამიუცხოვდა სამშობლო, როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას, მიმიღებს თუ არა, რადგან 4 წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავიო. თუმცა, მგზავრის წერილების გმირს აქვს იმედი, რომ მშობელი და შობილი ერთმანეთს გაუგებენ და ეს გაგება ორივეს წაადგება. გემი დალანდი აქვს გალაქტიონს ასეთი ლექსი, რომელშიც ასეთი გაუცხოების ამსახველი სტრიქონია. მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მოვაგენ და არ მახსოვდა, მქონდა იგი თუ მომაკონდა.
აი ძალიან დამაფიქრებელია ეს სტრიქონები და არ მახსოვდა მქონდა იგი თუ მომაგონდა. ესე იგი სამშობლო, რომელიც მე წარმომიდგენია, რომელიც ჩემს წარმოსახვაში არსებობს, იქნებ მხოლოდ ჩემი ნაოცნებარია და ის არასოდეს არ მქონია ასეთი დიდებულიო. და ამ ლექსში კი ვკითხულობთ, დიდი ხანია მიუმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს დიდი ხანია. ესე იგი დიდი ხანია, იგულისხმება დიდი ხანია, რაც ჩემი ქვეყანა ამ დღეშია, ასეთ საშინელ დღეშია და ტყე პასუხობს გუგუნით, რომ დიდი ხანია და თითქოს მთელი ბუნებაც გაჟღენთილი არის აი ამ სასოწარკვეთილებით. ამ ტკივილით არის ავსე ირგვლივ ყოველივე. მე მინდა გაგახსენოთ ოთარ ჭილაძის რომანი გოდორი, რომელშიც არის ასეთი ამბავი მოთხრობილი. მე-16 საუკუნის დასაწყისში იტალიელი მისიონერი გამოემართა საქართველოსკენ, ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელმაც იცოდა საქართველოს შესახებ, რომ ეს იყო დიდებული ქვეყანა, დიდებული ისტორიით, ტრადიციით, არაჩვეულებრივი ხალხით, ჩამოვიდა ლუდოვიკო და იმ ადგილას, იმ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც საქართველოა, საქართველო არ დახვდა. რა თქმა უნდა, ეს არის სიმბოლურად წარმომჩენი მწერლის გულის ტკივილისა, რომ საქართველო ის აღარ არის, რაც იყო. ან კიდევ თანამედროვე ქართველი პოეტის ბესიკ ხარანაულის ლექსში, სად არიან შვილები, რომ გვხვდება ასეთი სტრიქონი. საქართველო ქარია, საქართველო აქროლ და ვით ფოთლებში ქარია. რა თქმა უნდა, გალაქტიონის ეს სტრიქონები ეხმიანება აი ამ ყოველივეს, რაც მე გაგახსენეთ. ლექსში ვკითხულობთ. შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. ამირანია მიუმართავ ტყეებს. და ტყე გუგუნებს ამირანია. ესე იგი ლექსში შემოიჭრება ამირანის ხატება. ამირანი, როგორც ვიცით, არის ქართული უძველესი ეპოსის გმირი. იგი არის ბოროტებასთან მებრძოლი გმირი. და როგორც ვიცით, ის შეებრძოლა ღრუბელთა მეუფეს, ჭექაქუხილის მეუფეს და ყამარიც კი მოსტაცა ქალი. შემდეგ დაედევნა იგი და ვერ დაამარცხა ამირანი. პირიქით ამირანმა გაიმარჯვა, მაგრამ გაამაყებულმა ამირანმა გადაწყვიტა ღმერთში ბრძოლებოდა და როგორც ვიცით, ღმერთმა ის დასაჯა და კავკასიონის მთებს მიაჯაჭვა. აკაკი წერეთელმა პირველად ქართულ მწერლობაში ამირანი აქცია საქართველოს სიმბოლოდ. მიჯაჭვული ამირანი, ეს არის თავისუფლება დაკარგული ამირანი. და აკაკი წერეთლის შემოქმედებაში გამოიხატა იმედი, რომ ამირანი აუცილებლად გაწყვეტდა ამ ჯაჭვებს, მოვა დრო და თავს აიშვებს იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა გმირი და სიხარულად შეეცვლება იმდენი ხნის გასაჭირიო. აი გალაქტიონის ამ ლექსშიც შემოიჭრება ამირანის სახება. ამირანისა, რომელიც კვნესის. ამ კვნესით იყო გაჟღენთილი მთელი მე-19 საუკუნის ლიტერატურა და თითქოს ეს კვნესა ტრადიციით გადმოეცა მე-20 საუკუნესაც, რადგან გალაქტიონის დროს, როცა ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, არ იყო საქართველოს თავისუფალი, ეს ლექსი არის ჯერ კიდევ 10-იან წლებში დაწერილი. წეღანაც გავიხსენე ერთი ლექსი ილიასი ელეგია და იქიდან მინდა შეგახსენოთ სტრიქონები არსაიდან ხმა, არსით ზახილი, შობელი შობილს არას მეტყოდა, ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი ქართლის ძილშია კვნესა ისმოდა. ესე იგი, ქართველი ძილში გამოხატავს ამ კვნესას და ვინ კვნესის? კვნესის ალბათ მამულიშვილი, საქართველოს მკვდავი სული, რომელსაც აღელვებს საქართველოს ბედი და ის ქართველი სწორედ კვნესით გამოხატავს თავის უნუგეშო მდგომარეობას. პოეტს გალაქტიონსაც ეგულება კავკასიონის მთებში მიჯაჭვული ამირანი და ფიქრობს, რომ სწორედ ამირანი კვნესის ღამღამობით. ერთ ლექსში კი ასეთი სტრიქონები აქვს გალაქტიონს. ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში, ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის, ვახსენოთ ჩვენის უკანასკნელ სადღეგრძელოში. და სწორედ აი ესეთი ადამიანი მიაჩნია მას შექების ღირსად. ის ასეთი ადამიანი, რომელსაც ძილშიც არ სძინავს სამშობლოს ბედით აღტკინებულს, მხოლოდ ის ჩაითვლება ასეთი ადამიანი მამულიშვილად. ლადო ასათიანი რომ წერს, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასტუმაზე ერთხელაც არ დავიძინებო. და არ მიაჩნია მამულიშვილად გალაქტიონს ისეთი კაცი, რომელსაც მხოლოდ სუფრაზე ახსენდება სამშობლო. დავლიეთ, გაგიხარია, ვამაყობ საქართველოთიო, როგორც ირონიულად წერს. ან კიდე აკაკი რო კიცხავდა თავის თანამედროვეებს, თქვენ კუჭით გიყვართ სამშობლო, როგორც ფლავი და არტალაო. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან შეურაცხყოფელი ბევრი ქართველისთვის, მაგრამ ეს ასახავდა რეალობას და აქაც ეს გუგუნი თითქოს მკითხველსაც ჩაესმის ყურში, როგორც აი რაღაც საშინელი ხმა, რომ ამირანი არის მიჯაჭვული კავკასიონის მთებში. ლექსში კი ვკითხულობთ, ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია, დაკარგულია, მიუმართავ ტყეებს, დატყე გუგუნებს დაკარგულია. აი ამ სტრიქონებში თითქოს ეს ტკივილი აღწევს კულმინაციას, რადგან ტყე, აი რომ ეკითხება ტყეს ლირიკული გვირი დაკარგულია, ხომ შეიძლება ტყემ უპასუხოს, არა, იმედს ნუ დაკარგავ, დაკარგული არ არის, მაგრამ ტყე გუგუნებს დაკარგულია. ეს ისეთი გულის მომკვლელია, აი როგორც ედგარ პოს ყორანი რომ გავიხსენოთ, სადაც ახალგაზრდა ყმაწვილი, ძალიან დამწუხრებული სატრფოს გარდაცვალებით ზის მწუხარეთ მარტო და უცებ შემოიჭრება მის ოთახში უცხო ფრინველი, ყორანი, რომელიც თავის ხმაზე რაღაცას ჩხავის, მაგრამ ეს ჩხავილი მას ჩაესმება როგორც გამომხატველი სიტყვებისა აღარასოდეს და რაღაც კითხვებს უსვამს ამ ყორანს, რომელზედაც ყორანი ასე გულმოდგინედ პასუხობს აღარასოდესო და ბოლო კითხვა არის ასეთი: მაშ მე ვერასოდეს ვერ ვნახავ ჩემს სატრფოს და ყორანი ეუბნება აღარასოდესო და აი ეს გაგვახსენა თავისი ამ სასოწარკვეთი უარყოფით, ასე ვთქვათ, და უარით რომ ყველაფერი არის დაკარგული. ეს საოცარ სევდას ბადებს, მაგრამ ლექსში ჩდება თერგის სახეს, რომელსაც მოაქვს სიცოცხლისა და მოძრაობის განცდა. თერგი ხომ ესე იგი ადამიანის დაუდეგარი მოღვაწეობის სიმბოლოა, როგორც ილია ჭავჭავაძე წერს მგზავრის წერილებში. ამიტომაც ეს თერგის ხმაური მკითხველსაც საიმედოდ ჩაესმის. ლექსში ვკითხულობთ, რომ ჯერ კი შორსაა ბინდი, კი მზე ჩადის, ღამდება, მაგრამ ჯერ შორსაა ბინდი. ეს შეიძლება სიმბოლურად იმას მიანიშნებდეს, რომ არის პაწაწკინტელა პატარა იმედი, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. საერთოდ დიდებულად ჩასვენებული მზე 19 საუკუნის ლიტერატურაში ხშირად აღნიშნავდა ხოლმე სწორედ დიდებული საქართველოს გაქრობას. განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს რამდენიმე ლექსში. ხოლო მზის ჩასვლა და დაისი გვახსენებს გრიგოლ ორბელიანის ლექსს საღამო გამოსალმებისა. იქაც ასეთივე ტკივილი არის და იქაც სატრფოს სახე კი ჩნდება, მაგრამ იმ სატრფოში შეიძლება ჩვენ სამშობლოც ვიგულისხმოთ. აქ ყურადღებას იქცევს კიდევ ესეთი ლამაზი სტრიქონი: ფერების ჭევრი, ირევა ბევრი, ლალების ტევრი, ლალი და შვინდი. საერთოდ გალაქტიონი არის ფერადების ჯადოქარი, ის არაჩვეულებრივ უცხო ფერებს ქმნის თავის პოეზიაში და მისი ლექსები ხშირად აღიქმება როგორც ფერწერული ტილოები. აქაც ნახეთ მზის ჩასვლის სურათი როგორ დახატა, ესე იგი როგორი ფერებით არის შეღებილი ზეცა. ესე იგი ის ფერს პირდაპირ კი არ ასახელებს, ის კი არ ამბობს რომ წითელი არის, არამედ ის ამბობს რომ ლალი და შვინდი არის ერთმანეთში შერეული. ლალი ძვირფასი ქვა არის, ძალიან წითელი, ალისფერი და მკითხველი წარმოიდგენს ამ ყოველივეს. ხოლო შვინდის დასახელებითაც აი ზუსტად უნდა ის ფერი მკითხველის შთაბეჭდილებაში აღბეჭდოს. აი სხვა ფერი კი არ არის, არამედ ზუსტად შვინდს რომ შეხედავ და რაღაცა ფერის ისა სახება ჩნდება შენს წარმოსახვაში. აი ზუსტად ასეთი არის ეს ფერი ცაზე გამკრთალი. შემდეგ ერთი სხვა ლექსი მინდა გაგახსენოთ, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: ფერებს ყაზბეგზე სწერენ სხივები მარადიული ოქროს კალმებით. ყაზბეგი ეს არის ყაზბეგის მთა, მყინვარწვერი და ნახეთ როგორი მეტაფორა არის, თითქოს მზის სხივები არის კალმები, ფუნჯები და აი ამ ფუნჯებით ფერადები იწერება ყაზბეგის მთაზე. მართლაც არაჩვეულებრივი ფერადოვნებით არის წარმოჩენილი ეს ყოველივე. სხვანაირად ალბათ მკითხველს ვერ წარმოადგენდა იმ ყოველივეს, რაც მზის ჩასვლას ახლავს თან. ან კიდევ სხვა ლექსში რო წერს, თქვათ, მაისი ალით ააზამბახებსო მყინვარწვერს, აქაც ააზამბახებს ზუსტად გამოხატავს იმ ფერს, რომელსაც გალაქტიონი ხედავდა ჩამავალი მზისას, როდესაც მზე ჩადიოდა. აქ პირველ რიგში, როდესაც ამგვარ სტრიქონებს კითხულობ, თითქოს ჯერ ფერის აღქმა ხდება გონებაში, შემდეგ მუსიკალურია ეს ფრაზები და მხოლოდ შემდეგ ხდება მისი გააზრება. და როგორც წეგან გითხარით, გალაქტიონში ეს ფერადოვნება არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მუსიკალურობა. და ძალიან მნიშვნელოვანია ლექსში გამკთარი ალექსანდრე ყაზბეგის სახე. ალექსანდრე ყაზბეგის მთელი შემოქმედება, რა თქმა უნდა, გაჟღენთილი არის თავისუფლებისაკენ სწრაფით. ოთარ ჭილაძე ძალიან ხატოვნად შენიშნავდა: ყაზბეგის ფოთლის ხელა მოთხრობიდან გამოვიდა ჩვენი ეროვნული მოძრაობაო. ასე მეტაფორულად წარმოაჩენდა ყაზბეგის შემოქმედების მნიშვნელობას
იმისათვის რომ საქართველოში თავისუფლებისაკენ სწრაფვის წყურვილი არ ჩამქრალიყო. ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით და ცა ალუბლით სავსეა. კმარა. აქ ცა ალუბლით სავსეა, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს ჯერ ერთი ფერადოვნებაზე, რომელსაც ხედავს პოეტი და მეორე მხრივ აქ თითქოს რაღაც საიმედოდ არის გამკრთალი ეს ალუბლები, რადგან ალუბლს მოაქვს სწორედ განცდა აი ამ სიხარულისა და სითბოსი. ხოლო ის რომ ყაზბეგის შუბლი არის მოღრუბლული, ხოლო ცაზე მაინც წითელი ფერების ჭარბობს, შეიძლება იმაზეც მიანიშნებდეს იმაზე, რომ არა მხოლოდ მიწაში არის დაღორილი, ასე ვთქვათ, ჩვენი წინაპრების სისხლი, არამედ ეს სისხლი როგორც ყაზბეგი იყო და თითქოს ზეცაში ღმერთს შეშუხშუხებს და სამართალს ითხოვს. ლექსში დარიალის ხსენებასაც რა თქმა უნდა მოაქვს სუნთქვა თავისუფლებისა. დარიალიც ძალიან პოეტური სახეა ქართულ პოეზიაში. ტიციან ტაბიძე რომ წერს დადარიალით გადარეული თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს. ან კიდე ლეონიძის არაჩვეულებრივი სტრიქონები დარიალიდან გადავარდნილი ხაზარეთისკენ მისცურავს წერო. აქ ამ სტრიქონებში რა თქმა უნდა ხაზგასმა არის თავისუფლებაზე. გალაქტიონს კიდევ სხვა ბევრი ლექსი აქვს, სადაც რომლებშიც მოსთქვამს საერთოდ დაკარგულ გზაზე, დაკარგულ თავისუფლების გზაზე. ერთი ლექსი აქვს ასეთი სახელწოდებით ღრუბლები გავდნენ ამღრეულ ტვინებს. იმ ლექსში საუბარია ავდარზე, საუბარია მგზავრზე, რომელსაც გზა ვეღარ გაუგნია ამ ავდარში და უცებ ჩნდება ასეთი სტრიქონი. დაკარგულია გზა მოხევესი. რა თქმა უნდა, ეს არის მინიშნება მოხევეს ველთ ღუნიაზე ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილების არაჩვეულებრივ გმირზე, რომელმაც თქვა ასეთი დაუვიწყარი სიტყვები, რომ წინათ იმიტომ იყო უკეთესი, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნესო, ესე იგი ჩვენ ვიყავით თავისუფლებიო. როგორც არაერთხელ აღნიშნულია, ეს სიტყვები მოხეველ ველთ ღუნიას მიერ წარმოთქმული არის უჭკნობი ყვავილებივით ქართულ ლიტერატურაში. ამ ლექსში კი ვკითხულობთ, სულ ერთი წამით გასაცდელ ჟამად შეხვედრა ჩუმი მეშენად მერგო მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც თერგო. მხოლოდ მოგონებები ასრულგმულებენ ლირიკული გმირის სასოწარკვეთილ გულს. ლექსის ბოლოს სტროფში კი ისევ მეორდება შეკითხვა, ამირანია? კვლავ კითხავ ტყეებს, დატყე გუგუნებს ამირანია. ეს პასუხი მაინც იმედიანად გაისმის, რადგან თუ კი ამირანი კვნესის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ის ჯერ კიდევ იბრძვის გასათავისუფლებად. ერთი მინიატურა მინდა გაგახსენოთ ნიკოლ ორთქიფანიძისა, რომელსაც ქვია ლიტერატურული საღამო, იქ მთავარ გმირს რაღაც უცნაური ხმები ჩაესმის. ყოველი მხრიდან, თქვათ, გახედავს მყინვარს და მყინვარი თითქოს ეუბნება მოუვარეთ საქართველოს. გახედავს ბაგრატის ნანგრევებს, ბაგრატის ნანგრევებიც ამასვე უმეორებენ. და რომ წამოვიდა წვიმა, თითქოს ყოველი წვეთი გაიძახო და მოუვარეთ საქართველოს. აი მოუვარეთ საქართველოს ამ განცდით არის სავსე გალაქტიონის ეს ლექსიც. გალაქტიონის პოეზიაში ხშირად არის, რა თქმა უნდა, შეხსენება იმ დიდი მოვალეობისა, რასაც ქვია სამშობლოს დაცვა და ამ ლექსშიც ასეა. გირჩევთ წაიკითხოთ გალაქტიონის პატრიოტული ლექსები, რომლებშიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, უჩვეულოდ არის წარმოჩენილი სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი. გმადლობთ ყურადღებისათვის.